ქუთაისი 1-დან 3 მაისამდე საერთაშორისო ახალგაზრდულ ფორუმს მასპინძლობს. ფორუმის ორგანიზატორია ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია. ფორუმი 1 მაისს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიხსნა და მასში მონაწილეობას 7 ქვეყნის ახალგაზრდები იღებენ. გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი დავით ერემეიშვილი, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი, განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი, პარლამენტში ქუთაისის დელეგატი ზაზა ლომინაძე, სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში ლევან ზალკალიანი, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ცაგარელი, საკანმომდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები. ქუთაისში პირველად იხსნება საერთაშორისო ახალგაზრდული ფორუმი. ქუთაისი მასპინძლობს ჩვენი დამეგობრებული და პარტნიორი ქალაქებიდან ახალგაზრდებს. ესენი არიან ბულგარეთიდან, უკრაინიდან, საბერძნეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, თურქეთიდან. დიდი იმედი მაქვს, რომ ფორუმი სამომავლოდაც დაიდებს ისეთ საფუძველს, რომ ყოველწლიურად გავაგრძელებთ და ასევე მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენმა ახალგაზრდებმა გაუზიარონ ჩვენს პარტნიორ და დამეგობრებული ქალაქებიდან ჩამოსულ ახალგაზრდებს თავიანთი ცოდნა, თავიანთი შეხედულება დღევანდელ პოლიტიკურ სიტუაციაზე და ჩვენთვისაც მნიშვნელოვანი არის, რომ მათაც მოვუსმინოთ და მათგანაც გავიგოთ და მივიღოთ ისეთი რჩევები, რაც იქ ახალგაზრდებთან არის უკვე დიდი ხანია დანერგილი. ჩვენი უნივერსიტეტი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უმასპინძლოთ საერთაშორისო ფორუმებს, იმიტომ რომ თვისებრივად უნივერსიტეტი არის საერთაშორისო იდეების და საერთაშორისო სისტემის მატარებელი უნივერსიტეტი. აქედან გამომდინარე, ჩვენ მოხარულები ვართ, რომ მასპინძლობთ ამ ფორუმს შესაბამისად და მზად ვართ, რომ მსგავსი ტიპის აქტივობის ხარი დაუჭიროთ და უმასპინძლოთ სამომავლოდაც. მონაწილე ახალგაზრდები წარადგენენ პრეზენტაციებს საგანმანათლებლო პროგრამებისა და სერვისების შესახებ. გაიმართება დისკუსია თემებზე: ახალგაზრდების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესებში და მენტალური ჯანმრთელობა ციფრული ინოვაციების ეპოქაში. ფორუმის მონაწილეებს უცხოელი სტუმრები მათ ქვეყანაში არსებულ საგანმანათლებლო შესაძლებლობებს გააცნობენ და გაცვლითი პროგრამების შესახებ მიაწოდებენ ინფორმაციას. ზოგადად ახალგაზრდული ინიციატივები და ახალგაზრდების მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. განსაკუთრებით საერთაშორისო ასპარეზზე ჩართულობა და სამინისტრო აქტიურად გააგრძელებს ჩვენი ახალგაზრდების და მსგავსი ინიციატივების მხარდაჭერას. დღევანდელი ახალგაზრდები, რომლებიც დელეგაციებით არიან ჩამოსული სხვადასხვა ქვეყნებიდან, პოლონეთიდან, უკრაინიდან და ასე შემდეგ, ვთვლი, რომ ძალიან ბევრს წაიღებენ ჩვენგან და ჩვენს საერთაშორისო შესაძლებლობებს გავიცნობით ქუთაისელი ახალგაზრდები. ამ 3 დღის განმავლობაში იმ დელეგაციებისათვის, რომლებიც პირველად არიან სტუმრად საქართველოში, ან ჩვენი სტუმრები არიან, დაგეგმილია საინტერესო აქტივობები, რათა ჩვენს კულტურასა და ისტორიასაც გაეცნონ. საერთაშორისო ფორუმი განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება და მიზნად ისახავს ახალგაზრდული პოლიტიკის მიმართულებით გამოცდილების გაზიარებასა და საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავებას.